გადავწყვიტე ბავშვებთან ერთად წასულიყავით ქალაქ გარეთ. ასეთი გასვლა ძალიან დიდი ხანი არ მქონია ბავშვებთან ერთად, ბოლო პერიოდია. ჩავალაგეთ ძალიან ბევრი ტანსაცმელი, არ ვიცოდი როგორი ამინდი იქნებოდა კახეთში, იმიტომ რომ ეხლა ამ პერიოდში ძალიან ცივა და ორი ბოშით რომ მივდივართ, ძალიან ბევრი გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩავალაგე. და გადავწყვიტე რომ ახალი გზით წავსულიყავი. გზად გავიარე ყავაზე და წავედი ახალი მაგისტრალით, რაც გაიხსნა კახეთში და არ ვიცოდი. იქიდან გამომდინარე რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ლაგოდეხისკენ გადამეხვია და ასე უფრო მალე მივიდოდი ლოპოტაზე, ამით დავკარგე +2 საათი და ჩავედი ღამის 9 საათზე. ძალიან გვშიო და ძალიან დაღლილები ვიყავით. დავბინავდით, 2 ნომერი ავიღეთ, რომელიც ერთმანეთს უერთდება. ძალიან ბედნიერები იყვნენ ბავშვები, აი უბედნიერესები, ძალიან ციო და ეს სკუტერები არის მათი განუყოფელი ნაწილი. ავედით ნომერში, დავლაგდით და უცებ წავედით რესტორანში. რა თქმა უნდა, კახეთში როდესაც ჩამოვდივარ, უნდა მივირთვა ქართულად. მე ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. მაქსიმეს და სოფია მოვაწესრიგე, ხელები დავბანე, მეც მოწესრიგდი და გავემართეთ რესტორნისკენ. ეს ჩემი გოგონა იბრანჭება, თავისი მაკიაჟები აქვს წამოღებული და მაქსიმე უცოლქესი, არ ჩამაცმევინა. 1 საათი ვუნდები ერთი ბავშვის ჩაცმას. აქ სოფია იბრანჭება, თმებს ვერ იკეთებს და დებებო გამიგებთ, ნომრიდან გასვლას მოვდით საათნახევარი. როგორც იქნა, გავედით, მივედით. თან უნდათ რომ აუში მოესწროთ ჩასვლა და აქ დაახლოებით არის 9 საათი. იქიდან გამომდინარე რომ შევპირდი რომ ჩავიდოდნენ აუზში, არ მინდოდა რომ პირობა დამერხვია. ჭამეს ძალიან გემრიელად, გავერთეთ, ბევრი ვილაპარაკეთ. მე რო გითხრათ რომ დასალევი მიყვარს, თქო არ მიყვარს და არ ვსვავ, ჩემთვის ყავა და წყალი არსებობს, როგორც სასმელი, არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელი, იშვიათად ვსვავ. ესეც აუზში ჩავიყვანე ზუსტად 40 წუთი. შემდეგ უკვე დაიკეტათ 11 საათზე, ძალიან დაღლილი ვიყავი, უდაღლილესი და გამოვიმართეთ ოთახისკენ. მაქსიმუსი დავაძინე, სოფიასაც ახლა ვაძინებ და გვერდზე მიზის და ნამცხრობი გამოვუძახი და დავიძინებთ. საქმეს ვერ ველევი, იმიტომ რომ ახალ რაღაცებს ვამზადებთ თქვენთვის თამოსკენის და თამოკოსმეტიკის მომხმარებლებო, როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე რაღაცებს გადავხედე დიზაინებს, მე ვითამაშეთ ჩემს სიყვარულებმა და მე ყავა გამოვიძახე, დიდად რო გითხრათ რომ მივეჩვიე მეთქი სხვა ბრენდის ყავას, მოგატყუებთ, ისე ვარ მიჩვეული ვენდისის ყავას, რომ ვერც ერთი ყავა ვერ მაფხიზლებს სხვა. ბავშვების თამაშის შემდეგ გადავწყვიტე მაკიაჟი გამეკეთებინა. მე რეალურად დიდად არ გამომდის მაკიაჟი, მაგრამ მხოლოდ ბიბი კრემი წავისი, მოვიწესრიგე სახე, ბიბი კრემამდე დატენიანება სახე სჭირდება აუცილებლად. ჩემი გუნდის ნაწილი და ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ზუკა, რომელიც კახელია და კახეთში იყო, ჩამოვიყვანე რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო და ფოტოები გადაიღო. ეს ბოლო პერიოდია, ზოგადად ფოტოებს კი არა ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ვერ ვიცლი პირადად თამობაშალო მიწისთვის, იმიტომ რომ ზოგადად არტული ვარ საქმეებზე და კიდევ უნდა გაგახაროთ ხვალ პარასკევს, არაბოდიშ ხუთშაბათს მივდივარ East Point-ში. ადგილიდან თავისუფლდა და უნდა ვნახო და ხვალ გადავიღებ ვიდეოს და გაჩვენებთ. ეხლა ჩამოსული ვარ და ამ ვიდეოს ესე ვამონტაჟებ. წოხალ ჩამოვედი. გამოვედი, ვიქირავეთ ველოსიპედები, აი ძალიან გაერთნენ ბავშვები და სხვათა შორის ტელეფონი არ ამიღია. უცებ გადავიღეთ ლამაზი სურათები, ვიდეოები. რაც მთავარია, ძალიან კარგი ამინდი იყო დღისით. არც ციოდა მერე ავდექი გამოვიცვალე უცებ ჩავიცი სპორტულები და ეს ვიდეო კიდევ გამოცვლის. მერე მეც პატარა ბავშვით ვითამაშე. ზოგადად მე ვცდილობ ხოლმე, როდესაც ბავშვებთან ვარ, შეიძლება ცოტა ხანი ვარ თბილისში, როდესაც ვარ და იმდენ დროს ვერ ვატარებ. მაგრამ თუ ვატარებ, ნაყოფიერად უნდა გავატარო, უნდა ვიყო მაქსიმალურად 100% ჩართული ბავშვებთან. ეს იქნება თამაში, გიჟობები თუ წიგნის კითხვა. მე ჭამეთ, უბრალოდ მე არ ვიცი რამ ჭირს რომ ვიღვიძებ. თქვენც ასე ხართ? აი რამდენი ხართ მითხარით? ვერ ვჭამ 1-5-6 საათი არ მშვიდდება. შესაბამისად მე ყავა დავლია მხოლოდ ისევ მესამე ჭიქა ბავშვებს ვაჭამე, გამოვისეირნეთ ულამაზესი ყოლოპოდა, ულამაზესი, უბრალოდ მე ზოგადად მეშინიემ შიშარა ვარ, ტბასთან ახლოს არ მიხვიდეთ, იმასთან არ მიხვიდეთ ახლოს, არ გადავარდეთ, ვაიმე ძალიან შიშარა დედა ვარ.